ბათუმმა ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის რიგით მე-16 საერთაშორისო გამოფენას იბიტ 2025 უმასპინძლა. ღონისძიება, რომელიც 3 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა 70-მდე ადგილობრივმა და უცხოურმა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა. იბიტ 2025 ხელს უწყობს ტურიზმის სექტორში ინოვაციების გაცვლას, ბიზნეს კონტაქტების გაფართოებასა და ინვესტიციების მოზიდვას. თუ როგორ ჩაიარავა მასშტაბურმა გამოფენამ და რა შესაძლებლობას აძლევს კომპანიებს ასეთი სახის ღონისძიებები სტუმართან იბიტის 2025 ორგანიზატორთან თურქეთ საქართველოს ბიზნეს საბჭოსა და საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის თავმჯდომარის ოსმან ჩალიშკან ჟავანაძესთან ერთად ვისაუბრებთ, რომელიც ბათუმიდან გვერდება პირდაპირ ეთერში. მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა გადაცემაში ჩართვისთვის. თავდაპირველად დავიწყოთ ამ გამოფენაზე საუბრით, როგორ ჩაიარა, რამდენად დიდი იყო ინტერესი და ვინ იყო მთავარი ვინ იღებდნენ მონაწილეობას აი ამ გამოფენაში. მოგესალმებით, მიმასალმებით თქვენ ტელემაკროვეს. ამ წელს ებიტ 30 ძალიან კარგად ჩაიარა საქართველოს რეგიონში აჭარაში 6 ქვეყანა მონაწილეობდა და 90 მონაწილე კომპანია იყო. გამოფენის ფარგლებში იყო B2B შეხვედრები, ძალიან ბევრი ვიზიტორი იყო, ტუროპერატორები იყო. აქათან მიზანი იყო ის, რომ შიდა ტურიზმის კუთხით რა შეიძლება რომ უფრო მეტი გავაკეთოთ ამ გამოფენის ფარგლებში. და ჩვენი მონაწილე კომპანიების 70% იყო ჩვენი ადგილობრივი კომპანიები, ტუროპერატორები, ტურისტულ სააგენტოები და ჩვენი საქართველოს მასშტაბით არის დემოები და ასე შემდეგ. შეგვიძლია დავუშვათ იმაზე საუბარი, თქვენ ახსენეთ, რომ რაც შეიძლება მეტი ტურისტის მოზიდვა, ადგილობრივი ტურიზმის განვითარება, თვითონ მონაწილე კომპანიების მხრიდან რის მიმართ იყო განსაკუთრებული ინტერესი და რამ გამოიწვია დავუშვათ აი ამ ასეთი მასშტაბურობა აი ამ გამოფენის? საქართველოს ტურიზმის ადმინისტრაცია და აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა სამიზნე ქვეყნები გაზარდა შარშან და ამ წელს და ეს უკვე სნობადრობ გახადა ჩვენი საქართველოს რეგიონი და უკვე მოთხოვნა გაიზარდა ტუროპერატორების და ტურისტული სააგენტოების ჩამოსვლა აჭარაში რეგიონში და უფრო მეტი რომ ტუროპერატორებმა პაკეტი შეთავაზოს ჩვენ ქართული კომპანიებს არა მარტო ჩვენ ხო გვინდა რომ საქართველოს ტურისტი შემოვიდეს და სხვა ქვეყნის ტუროპერატორები იყვნენ ჩამოსული და ვიზიტორები იყვნენ რომელიც B2B შეხვედრაზე პაკეტებს შეთავაზეს. მე შემიძლია თქვა რომ ეს ერთ-ერთი ის იყო რომ სამიზნე ქვეყნები გაიზარდა და გაზარდა ჩვენ ხელისუფლებამ და ბევრი მოთხოვნა არის უკვე საქართველოსზე. ჩვენი მიზანი არის არა მარტო აჭარაზე, ჩვენ გვინდა რომ შიდა ტურიზმი ეს იქნება თქვათ შიდა ქართლი, კახეთი, ახალციხე, წყალტუბო და ასე შემდეგ. თვითონ აჭარა ტურისტული თვალსაზრისით რამდენად საინტერესოა წელს მაგალითად და როდესაც ახსენეთ B2B შეხვედრები, ანუ პირისპირ შეხვედრებისას მხარეები რამდენად რეალურ შედეგებზე შეთანხმდნენ ან შემდგომ თანამშრომლობის მიმართულებით თუ დაიგეგმა რაღაც გარკვეული ღონისძიებები? რა თქმა უნდა, B2B-ის შეხვედრებით შემდეგ ჩვენ უკვე დასკვნა გავაკეთეთ, მართლა კარგი შეხვედრები გამოვიდა. ჩვენ პირველად გავაკეთეთ ამ წელს ტურიზმის გამოფენაზე B2B შეხვედრა და ბევრი ვიზიტორი და ტუროპერატორები ჩამოსული მეზობელი ქვეყნიდან, სხვა ქვეყნიდან უკვე ჩვენი ქართული კომპანიებმა შეთავაზეს ტურპაკეტები და მე ვფიქრობ, რომ ამ წელს უფრო მეტი ტურისტი შემოვა ჩვენ აჭარაში და ჩვენ რეგიონში. ნამდვილად განსხვავებული იყო და თან ჩვენ გამოფენის ფარგლებში მონაწილე კომპანიები და ტუროპერატორები ჩვენ მქონდა მოლაპარაკე წინასწარ რომ კარგი პაკეტები შეთავაზონ ამ 3 წლის განმავლობაში და უკვე შედეგი ექნება ფიქრობ მე. რა არის აი კარგი პაკეტში რა იგულისხმება და თვითონ მომსახურების ხარისხი, პაკეტის მრავალფეროვნება როგორია დღეს დაუშვათ ტურისტული კომპანიების მხრიდან შეთავაზების კუთხით, ანუ რამდენად საინტერესოა ერთია რომ დაუშვათ ზღვა გვიზიდავს, თუმცა ზღვის გარდა აჭარას ძალიან ბევრი რამეა და დამეთანხმებით მაღალმთიანი აჭარა ბოლო წლებში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მონახულების ობიექტი გახდა და ძალიან მხოლოდ მისასალმებელია რომ მხოლოდ ზღვის გამო არ არის დაუშვათ აჭარაში სტუმრობა თუნდაც ადგილობრივი მაცხოვრებლების მხრიდან. რეალურად რა ტიპის შეთავაზებებია მნიშვნელოვანი, რა უნდა მოექცეს ან რა ექცევა ტურისტულ პაკეტში იმისთვის რომ რაც შეიძლება მეტი ტურისტი მოვიზიდოთ აჭარაში? დიდი მადლობა ქალბატონმა ასეთი კარგი კითხვისთვის. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა პირველად ამ წელს
4 თემატიკაზე იმუშავა გამოფენის ფარგლებში, 4 სეზონი. ჩვენ იცით რომ რეგიონში ჩვენ მოკლე სეზონი გვაქვს და ზუსტად ამაზე მინდა ყურადღება მივაქციო, რომ აჯანყების დეპარტამენტმა და აჯანყების მთავრობამ 4 თემატიკა იმუშავა, რომ 4 სეზონზე რომ ტურისტი შემოვიდეს საჭარაში. ან როგორც გოდერძი, თქვა სოფლის ტურიზმი, ეკოტურიზმი და ზღვის ტურიზმი. ჩვენ რეგიონში ჩვენ ძალიან ბევრი გვაქვს ზღვის გარდა, ძალიან კარგი ადგილები გვაქვს, რომელიც ნახოს ტურისტებმა და ჩვენ არ გვინდა რომ მხოლოდ მარტო აჭარა ნახოს ჩამოსulis ტურისტებმა, შიდა ტურიზმი. ჩვენ გამოფენაზე როგორც გითხარით, აღნიშნეთ მთელი საქართველოს მასშტაბით იყვნენ ჩამოსული დემოები, შიდა ქართლი, ახალციხე და ასე შემდეგ. ძალიან კარგი ის გააკეთეს, სტენდები გააკეთეს და შეთავაზეს ტურისტებს, ვიზიტორებს. ძალიან ბევრი ვიზიტორი ჩვენ ყავდა ამ წელს და მე მინდა დავბრუნდები თქვენ კითხვას. ერთ-ერთი ძალიან დიდი სიფრთხილე ჰქონდა ჩვენ ადმინისტრაციული დეპარტამენტს გაკეთებული, განსხვავებული, რომ 4 სეზონზე რომ ტურისტი შემოვიდეს საქართველოში და დაისწონოს ჩვენ საქართველოში. კი ბატონო, იმის გათვალისწინებით რომ თქვენ ბრძანდებით საქართველოს-თურქეთის ბიზნეს საბჭოს ხელმძღვანელიც, ძალიან მნიშვნელოვანია ბოლო პერიოდში როგორ ვითარდება საქართველოს-თურქეთის ბიზნეს ურთიერთობები. თურქეთი საქართველოსთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორია, შესაბამისად საინტერესოა ამ მიმართულებით რა სიახლეები გვაქვს და რა ტენდენციები. თურქეთი საქართველოს იცით რომ არა მარტო მეზობელი ქვეყანა, პირველი პარტნიორი ქვეყანა არის და ბიზნეს კუთხით ჩვენ გვინდა რომ უფრო მეტი როგორც დეიკის საქართველოს თავმჯდომარე გახლავართ, ჩვენ დეიკის წევრი კომპანიებში 38 ჰოლდინგი არის, ძალიან ბევრი ინვესტიცია აქვენ არა მარტო საქართველოში, სხვა ქვეყნებში და ჩვენ გვინდა რომ უფრო მეტი ინვესტიცია გავაკეთოთ საქართველოში. ამ ეტაპზე ჩვენ ადრეს ქონდა საუბარი, უკვე შედგა ეს ქარის ენერგეტიკაზე უკვე ახალი ინვესტიცია გაკეთდება ზესტაფონში 460 მილიონ დოლარის პირდაპირ ინვესტიცია არის ეს. რომელი კომპანიის მხრიდან არის საუბარი? ეს არის Exim ჰოლდინგი, თურქული კომპანია, ჩვენი წევრი კომპანია დეიკის და ამის გარდა კიდევ ჩვენ კახეთში ზის ენერგეტიკაზე მუშაობთ, რომ რა შეიძლება რომ გავაკეთოთ, ამაზე მოლაპარაკება გვაქვს და ამის გარდა ჩვენ თავაზობთ თურქ ინვესტორებს, რომ სოფლის მეურნეობის სფეროში რა შეიძლება რომ კიდევ გავაკეთოთ. ამ წელს სამწუხაროდ თურქეთში შავი ზღვაზე ხილი ყინვა იყო და 2-3 წელი შეიძლება პრობლემა შეიქმნას. და ჩვენ საქართველოს იცით რომ მე-4 ადგილზე ვართ თხილის კუთხით, რომ უფრო კარგად რომ თავის დროზე რომ მივხედოთ და ხარისხიანი რომ თხილი გამოვიდეს ჩვენთან, შეიძლება ეს ექსპორტი გავაკეთოთ თურქეთში. ამის გარდა სხვა ხილები შეიძლება რომ რომელიც სწრაფად მოდის და ეს ექსპორტი გავაკეთოთ თურქეთის რესპუბლიკაში. ძალიან დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის. წარმატებებს გისურვებთ ბიზნეს პარტნიორის შეკითხვებს. ოსმან ჩალიშკან მჟავანაძე პასუხობდა.